კარგი, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი გარდატეხა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ პირველად გაიმართა პირისპირ შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის. ამის შესახებ იუწყება Bloomberg-ი, რომლის ცნობითაც შეხვედრა ამ კვირაში გაიმართა, რადგან ორივე ქვეყანა აღიარებს ორმხრივი ურთიერთობების დამშვიდების მნიშვნელობას. საკითხის დეტალურად განსახილველად ჩვენთან ერთად არის აჰმედ კუსაი, პოლიტიკური კონსულტანტი კომპანია Kusai Associates-დან, რომელიც ბარეინიდან გვერდება. თუ ეს ინფორმაცია მართალია, რას ნიშნავს ეს? გულისხმობ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ირანმა რეგიონში სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტად შეუტია. ის აქტიურად აკრიტიკებდა ირანს და მხარს უჭერდა არა მხოლოდ ვაშინგტონს, არამედ ისრაელსაც. მაშ რატომ ატარებენ პირისპირ უსაფრთხოების შეხვედრას თეირანთან სწორედ ახლა? აქ ორი ნარატივია. ერთი, თუ ირანულ მხარეს მოусმენთ, მათ სურთ ყველამ ეს მათი გამარჯვება დაღიკვას. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ორივე სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს შესათანხმებელი და მოსაგვარებელი, მე სამხედრო თვალსაზრისით არ საუბრობ, ეკონომიკურად გულისხმობ. ბოლო სულ მცირე 20 წლის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის ერთადერთი ეკონომიკური გასაქანი იყო. რადგან ისინი ესე ხშირად ესკმიან თავს, საჭიროა დაძაბულობის შემცირება. რა თქმა უნდა, ეს ადვილი საქმე არ არის, ადვილად გადასალახი არ არის, მაგრამ ეს წინსვლის გზაა. არაბთა გაერთიანებული საამიროები დარწმუნებული არ ვარ იმ შეხვედრაზე, მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენდა თუ ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების პოზიციასაც. მეორე მხრივ, ან სხვა კუთხით რომ შევხედოთ, დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის არ არის კარგი ინდივიდუალურად დაუთმონ ირანს და ესეც ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც ირანი ცდილობს წარმოაჩინოს. ადრე მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომელმაც დაამტკიცა, რომ ყატარი ინდივიდუალურად არ ესაუბრებოდა მათ, როგორც ამას ამტკიცებდნენ, ასე რომ თუ ახლა იგივე სცადეს, მე არ ვფიქრობ, რომ ეს მუშაობს. მაგრამ ძირითადად ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ საქმე წინ მიდის, განსაკუთრებით ირანის მხრიდან ესკალაციის ფონზე, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა ყატართან, ბარეინთან, სადაც ამჟამად ვიმყოფები და ქუეითთან მიმართებაში. ხოლო ბარეინში, სადაც თქვენი მყოფებით სამეფო აცხადებს, რომ ირანმა დღეს დილით 36 დრონი გაუშვა. 11 წლის გოგონამ სუბუქად დაშავდა ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად. გულისხმობ იმას, განაგრძობს ბარეინი თავდაცვით ზომებს, თუ განიხილება შეტევითი ნაბიჯები, სხვადასხვა პოლიტიკური ნაბიჯები ირანთან საბრძოლველად. არის თუ არა რაიმე ცვლილება გათვლებში ახლა? ბარეინის პოზიცია დღეს, ისევე როგორც სხვა ყურის ქვეყნების, ერთიანად განიხილება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ახლახან ახსენეთ, ბარეინმა, ჩემი აზრით, არ უნდა გააგრძელოს თავისი პოზიცია. და ბოლო 3 თვის განმავლობაში სულ მცირე ბევრი ცვლილება ვნახე, დაწყებული აპრილიდან, როდესაც უშიშროების საბჭო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის კავშირი ჩაერთნენ. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. მაგრამ როდესაც საქმე ფასუხს ან საფასუხო ქმედებას ეხება, ეს ასე მარტივი არ იქნება. რადგან ჩვენ როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნები და აქ განსაკუთრებით ბაჰრეინს გულისხმობ, არ გვაქვს ისეთი მასშტაბი, როგორიც ირანს აქვს. ჩვენ არ გვაქვს ასევე ეს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ვართ წინა ხაზზე, ისევე როგორც სამხედრო ძალა. როგორც პატარა ერმა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ნაბიჯები გონივრულად და ფრთხილად. და რა მოხდება შემდეგ, თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები კვლავ ირანის თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდებიან? რას გააკეთებენ ისინი, თუ ირანი გააგრძელებს ამ ამერიკის მოკავშირეების პირდაპირ მიზანში ამოღებას? როგორც თქვენ აღნიშნეთ, პასიურობა ყველასთვის კარგი არ იქნება და აქ მე ვგულისხმობ სპარსეთის ყურის ქვეყნებს. თუ ვსაუბრობთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რამდენიმე კვირის წინ ამ პროგრამაში თქვენთან ერთად განვიხილეთ იგივე გაჟონვა, რომელიც Wall Street Journal-იდან გამოვიდა. საუბარია საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, რომლებიც თითქოს ირანს ებრძვიან და ბომბავენ. ჯერ არაფერი დადასტურებულა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები სხვა ვარიანტებზე გადადიან და მხოლოდ თავდაცვით არ შემოიფარგლებიან. აჰმედ კუსაი, ძალიან გვიხარია, რომ დღეს IOC4 News ინგლისზე ჩვენთან ერთად ხართ. ყოველთვის ვაფასებ თქვენს.